დაკვრა მე-7 კლასში მეზობელთან გიტარაზე ხელის ჩამოკვრით დაიწყო. ცხადია, მანამდე მუსიკალური განათლების მიღება ფორტეპიანოს განხრით შესთავაზეს, თუმცა შეთავაზებადვე დატოვა. პირველი სიმღერა მე-9 კლასში როკით შთაგონებულმა დაწერა. შემდეგ სკოლის დარბაზში როკ-ანსამბლი 5 კუნჭულა ამღერა. იგი იშვიათად წერდა. არა კი არ წერდა. ქმნიდა მუსიკას, რომელიც შეგიძლია იღიღინო პირველი ტანგოს წარმატების მიღწევის ან თუნდაც საყვარელ ადამიანთან განშორების დროს. ამ ყველაფრის ავტორი თავად იმდენად თავმდაბალია, რომ პირველად ფილარმონიაში სიმღერა 40 წლის ასაკში გაბედა. მას შემდეგ, რაც იშვიათად თითქმის თითზე ჩამოსათვლად ატარებდა კონცერტებს. ბოლო ხანებში კი თითქოს სულ დაიკარგა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ის ვერ აგისრულებთ, რასაც დაგვირდათ, მაგრამ ისევ მოვიდა თქვენთან. მამუკა ჩარკვიანი სტუდიაში. უღრმესი მადლობა. ბუნებრივია მე შემოგთავაზებთ ჩაის. მადლობა. როგორ ბრძანდებით? არა მიშას. ჯამრთელობით როგორ ხართ ახლა? იმიტომ რომ ვიცი რომ ბოლოს გქონდათ რაღაც. უკეთესად. კი. ხართ ხასიათზე. სიმღერის, კონცერტის, ვარ ხასიათზე ახალი სიმღერები მაქვს ჩაწერილი. და თან 10 სიმღერა. 10 სიმღერა. რომლის ალბომის გამოშვებასაც აპირებთ? დიახ. როდის იგეგმება ამ ალბომის გამოშვება? უკვე მზად არის, ასაკინძი არის და მისატანი არის სტუდიაში. ძალიან კარგი, მე მიხარია თქვენი დაბრუნება მაყურებელთან და მსმენელთან. არ ჩანდით დიდი ხანი და მე რომ გავიგე რომ გამოჩნდით, ისე გამახარდა რომ პირველი რას ვთქვი რომ სასწრაფოდ გადაცემისთვის მზადება დავიწყოთ თქო. რა ვიცი, ანუ პრობლემები მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რა პრობლემები? ხან ფეხი მოვიტეხე, ხან საოპერაციო მოხდი. ნუ ნაირი პრობლემები არ დამელია რა. თავარი რომ ამ პრობლემებს თავი დავახციეთ. კი. თავი დეპრესია მქონდა საშინი. თქვენი პრობლემა რა იყო? ალკოჰოლი. არ მინდოდა არც სიარული, სახში ყოფნა მინდოდა. ამას იწოდა სიფხიზლე თუ პირიქით? არა, სიფხიზლე რა თქმა უნდა. ანუ ასეთი დამოკიდებული შეიძლება გახდეს სასმელზე? კი. რაც იწვევს მე შემდეგ უკვე? კი, რა თქმა უნდა. რამდენი ხანი იყავით ასეთ მდგომარეობაში? 3 წელის განმავლობაში. 3 წელი იყავით ასეთ მდგომარეობაში? და იმკურნალე და შემდეგ ასე მოაკვარეთ ეს პრობლემა? იმკურნალე ხო? საქართველოში. კი. მე მითხრეს რომ პირველ დეპრესია, რადგან ამ დეპრესიებს შევხედე. გამოიწია მაშინ, როდესაც პირველ მეუღლეს დაშვებდით. ხო? იყო ასეთი. ყველას გვახსოვს შეურაცხყოფილი თოვლი. მიუწვენი მას. მაშინდელი დეპრესია უფრო მძიმე იყო თუ ახლა? არა, ახლანდელი. ქართულმა ექიმებმა შეძლეს დახმარება? კი, შენთან უნდა დაეხმარო ყოველთვის. თავად შეძელით ამ პრობლემის დახმარება? ბრავო. ალბათ ლოგიკური იქნება ჩემი კითხვა, რას ნანობთ ყველაზე მეტად? არაფერს, იგივე გზას გავივიდი, რაც გავიარე. მიუხედავად ამ დეპრესიისა და მიუხედავად. მაინც იგივეს გააკეთებ? კი, იგივეს გავაკეთებ, იმიტომ რომ ის სიმღერები რაც დავწერე არ იქნებოდა ამ დეპრესიების გარეშე. საერთოდ არ დაიჯერო რომ ნასვამზე ღერის ვინმე ან იქნება, რომ ფხიზლდები მაშინ იქნება ყველაფერი. და ეს შუალედები გადის ნელ-ნელა, გადის ერთმანეთს ემატება და სიმღერებიც იქნება. ჩემთან ეს იყო შემთხვევა. სიმღერები, რომელიც ყველა ჰიტი გახდა. უფრო მეტიც, თქვენი სიმღერებით ჰიტდებოდნენ მომღერლები. მაგალითად გიო ხუციშვილი. არა, რატო გიო? კი, მაგრამ თავისი დრო აქვს ყველას. ჩემო, ამით გავიცანით ყველამ გიო. თქვენი სიმღერით? დიახ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიმღერები ჰიტდებოდა, ბევრი მღეროდა ამ სიმღერებს, მომღერლები ხდებოდნენ ცნობილები, თავად 40 წლის ასაკში გაბედეთ. ფილარმონიაში სიმღერა. მანამდე ნანუ არ მაყდა მე სიმღერა ხალხში, ოჯახებში. ესმის. და
და ეს ხალხი დამხვდა 40 წლის ასაკში, რომელსაც სტაჟი დამიგრა. ვისთვისაც მთელი წლები მღეროდით? ვისაც ვეროდი, კი. რა იყო პირველი სიმღერა, რომელიც სიმღერეთ? ფილარმონიაში. მე რაფსეფაშვილმა ვიმღერეთ. მწვანე პოეტი. სიმღერა, რომელიც დუეტი თქვენი ცნობილი. ხო, მე ვთხოვე მე რაფს ვიმღერე სიმღერა. ჩემს მაგივრად. და მე რამმა დამეყოლია რომ ერთად გვიმღერა და ესე დაიწყო ყველაფერი საერთოდ. კარგი უქნია მე რაფს, კიდევ კარგი რომ დაგიყოლიათ. ყველა თქვენი სიმღერის ტექსტის ავტორი არის მამა. არა, ყველასი არა. ერთის გამონაკლისის გარდა. სამის. მე ვიცოდი ერთი ირინოლა, რომელიც ეკუთვნის თქვენს დედას. შვილები. საინტერესოა. ირინოლა და ჯაკო. კი, ჯაკო, რომელიც ამბობს, რომ ჯანსუღს მხოლოდ ბაბუამ ეძახის, იმიტომ რომ უხარია მისი სახელი რომ ქვიაო. ხო. მღერის რომელიმე? არც ერთი. საერთოდ? არც ლექსებს არ წერენ? არა. აბა რა საკეთებენ? მუშაობს ირინოლა ჯეოსელში, უფროსი და უმცროსი სკოლაში და ის ფეხბურთს თამაშობს. ფეხბურთს მაინც თამაშობს, კარგია. კი. რომელი უფრო გავს მამას? პატარა. გეგმები თქვენი უახლოესი. კონცერტის გაკეთებას არ ვაპირებ. ანუ ახლო მომავალში CD-ს გამოშვებას ვაპირებ. ამ ახალი სიმღერების. თორე ჯამრთელად იყოთ და შეძლოთ რომ ახალი სიმღერები შექმნათ ჩვენთვის, სიმღერები რომელიც ყოველთვის ჰიტდება. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა გადაცემა დავასრულო ასე. არ გადართოთ, იმიტომ რომ გადაცემას მამუკა ჩარკვიანის ახალი კლიპის პრემიერით ვასრულებ.